ისევ მოვიდა თოვლი და გამოიცანით რა მართალია ისევ მომზადებელი შეხვდით, რადგან ეს თოვლი ესე მოულოდნელად მოდის ხოლმე ყოველ ზამთარს, მაგრამ მაინც მოულოდნელად ყოველ წელს. ეხლა ისევ არ წმენდნენ, რა თქმა უნდა, დაელოდინა 2 მეტრამდე სანამ და მე იტყვიან პატარა მანქანებით ვერ წმინდავთ და დიდი მანქანების ფული კიდე არა გვაქვს. ხო და ევროპას რო დასწინით, აი განათებების ფული არ აქვს, განათებების ფული შეიძლება არ აქვს კი არა და დაზოგეს, მაგრამ აი თოვლის ფანტელი ჩამოვარდნილი არ არის ღამის 3 საათი რომ იყოს, აყენებენ მთელ სამსახურებს ფეხზე და იწყებენ გზის წმენდას, რომ არ გაიყინოს, რომ არ მოსრიალდეს და არ დაზიანდეს არავინ. კი არ ელოდებიან 2 მეტრამდე სანამ დადებს თოვლი. აი ეს არის. წინა წელსაც გეუბნებოდით, რომ შეიძლება კუსტარულად შედარებით პატარა მანქანებზე, პიკაპებზეც დამონტაჟეს საწმენდები მეთქი, მაგრამ არაო. არა და დღესაც ამ წელსაც იგივე შედეგები გვექნება სავარაუდოდ. ასე რომ მოიმარაგეთ სუპი, ძვირფასო მოსახლეობა, მაღალ მთიან რეგიონებში განსაკუთრებით და ლოცვები გააძლიერეთ, რომ დიდი თოვლი არ მოვიდეს. წარმატებები. ხო და ტაში დაუყარით კიდევ ქართულ ოცნებას. საინტერესოა მაგის ფულებს ვინ ჭამს. აი ეგ ძალიან საინტერესო იქნება. მაგასაც ვიხილავთ.